Am წუთებში საქალაქო სასამართლოში იწყება 22 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე პროცესი. დღეს არის იმ პირების სასამართლო პროცესი, ვისაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ოჯახის მთავარი მოთხოვნა არის მოკლული ახალგაზრდის, რომ ყველას მიმართ სასამართლო იყოს მკაცრი, რადგან სასტიკად წამებით მოკლეს ახალგაზრდა და აუცილებელია ოჯახისთვის, რომ ექსტრადირება მოხდეს იმ პირის, ვინცაც გამოძიება სწორედ 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას ედავება. პაპაშვილი არის ის პირი, ვისაც ედავებიან სწორედ 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას, თუმცა გამოძიების ინფორმაციით ის არის მიმალვაში, იმყოფება რუსეთში, არის დაკავებული და ითხოვს მათ შორის თავად ეს ახალგაზრდა, რომ მოხდეს ექსტრადირება და როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, ამბობს, რომ ყველაფერს მოყვება. მათთვის საინტერესოა სწორედ რა აქვს მოსაყოლი, რატომ გაიმეტა მათი ოჯახის წევრი ასე სასტიკად მკვლელობისთვის. ასევე ოჯახი ითხოვს, რომ ის პირები, რომლებიც არიან ახლა სასამართლო დარბაზში და რომლებსაც შეუტყობინებლობას ედავებიან, ასევე მკაცრი იყოს სასამართლო მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღების დროს. ჩემი მთავარი მოთხოვნილებაა, რომ სწრაფად მოხდეს პაპაშვილის ექსტრადირება და ბაირამას ძებნა რა. მე ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ერთ-ერთი ადვოკატი დაკავებული ადვოკატი ამბობს, რომ 15,000 ლარი გადავიხადოთ, რომელიც გირაოს სახით, რომელიც სახელმწიფოს წაადგება. ჩემი თაზო, რომელიც 23 წლის მომიკლეს, ჩემი შვილიშვილი. იმან რომ ის რო ჯარში იყო და ქვეყანას და სამშობლოს გამოადგა. ეხლა რამდენადაც გამოადგებოდა, რამდენადაც წაადგებოდა. ეგ არც უნდა ეთქვა იმ ადვოკატს, რომელმაც ეგ თქვა. მიეცეს ყველა სამუდამო, 5 ადამიანი არის მკვლელი და აქ არ არის გამოყოფილი ერთი და 5 იგივე მკვლელია და მე-6 დედამისი, რომელიც დაეხმარა გაპარვაში. მოვითხოვ, რომ მისი ექსტრადირება დროულად მოხდეს და არ გაჭიანურდეს ეს ყველაფერი დიდხანს. ზე ამბობს, რომ ჩამოვალ და ყველაფერს სიმართლეს ვიტყვი და რამდენად რა სიმართლეს იზღვის და რა სიტყვის, ჩვენც რა თქმა უნდა გვაინტერესებს. დღევანდელ პროცესზე განიხილება სამი პირის საქმე, საუბარი არის დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით, საბას, ლუკას და ვერიკოს საქმეზე. ამ საქმეზე მნიშვნელოვანია ეს გარემოება, რომ ორი პირი აღიარებს დანაშაულს, ხოლო ერთი უმილისუფლებას იყენებს, თუმცა მათ თავდაპირველად ერთიანი პოზიცია ჰქონდათ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, ვინაიდან ისინი ამხელენ მთავარ მკვლელს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ რეალურად სასამართლოზე იტყვიან დანაშაულის მოტივს, რომელიც ჯერ ბოლომდე გამოკვეთილი და გამოკვლეული არ არის და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გარემოებები სასამართლო გამოძიების ეტაპზე ნამდვილად დადასტურდება. სამივე ბრალდებული, რომლის პროცესიც ახლა მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში, შეესწრო გამოძიების ინფორმაციით მკვლელობას, მათგან ერთი უმილისუფლებას იყენებს, ორი კი აღწერს იმ ეპიზოდს, თუ როგორ მოხდა 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობა. შესაბამისად, ახლა ოჯახისთვის უმთავრესია, რომ ყველა კითხვაზე, რაც მათ აქვთ, პასუხი გაეცეს მათ შორის სასამართლო დარბაზში.